აი ბურთს გლავს დედას გემიწევი. ანუ სად ვიყავი აქამდე? მართლა გეუბნები, აქამდე როგორ არ მქონდა ნანახი, აი არ ვიცი. მე პირადად ვიცნობ, ხა ალექს ვიცნობ, მარიამს ვიცნობ, ნინას ვიცნობ, ანუ პროექტზე გვაქვს რა ნამუშევარი ერთად და სპონსორად ღამის მონადირეები. უნდა ბილბორდებზე გამოფინო მართლა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სალის ბაბლში. მე ვარ სალი და რაც ვისწავლე მინდა რომ გაგიზიარო. ნამდვილად არ იყო ეს ვიდეო დაგეგმილი, უბრალოდ სპონტანურად მოხდა. პარასკევს დაიდო ღამის მონადირეების სპეციალური ეპიზოდი და მე მოკვდავმა რანამუსით ვუყურო სპეციალურ ეპიზოდს, როცა არ მაქვს პირველი სეზონი ნანახი სრულყოფილად. ხო და ჩავუჯექი და ერთ ამოსუნთქვაში ვუყურეს 7-ვე ეპიზოდს. ვინც არ იცით, ისტორია არის დაჯგუფებაზე სახელად ღამის მონადირეები, რომლებიც ღამე ნიღბებით გამოდიან და ქალაქში ერთგვარ სამართალს ამყარებენ. შეიძლება ბევრი მსგავსი სუპერგმირული ისტორია გაგახსენდეთ, მაგრამ მერწმუნედ აქ გმირი არავინაა. პირველმა სეზონმა დამიტოვა კითხვები, რასაც ვიმედოვნებ, რომ მეორე სეზონში მიუბრუნდებიან, რა თქმა უნდა თუ მეორე სეზონი იქნება. და სპონსორად ღამის მონადირეები. ამ ვიდეოთი მინდა რომ ცოტა კრიტიკული და ანალიტიკური კუთხით დაგანახოთ და მინდა მოგცეთ პატარა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ფილმის ინდუსტრიის მიერ შექმნილი პროდუქტის არა მხოლოდ გასართობად, არამედ სიღრმისეულად მოხმარება. მოკლედ, მე მაქვს რამდენიმე კითხვა პირველ სეზონთან დაკავშირებით, რომელიც დარჩა გაუცემელი და დარწმუნებული ვარ თქვენს. და მოდი დავიწყოთ. პირველი, ლენას ფსიქოლოგიური მდგომარეობა. როგორც ვიცით, ლენას ძალიან საშინელი ტრამვა აქვს გადატანილი. პირველივე სერიაში მოხდა ეს ყველაფერი. სერიალის განვითარებასთან ერთად მომდევნო ეპიზოდებში ვატყობთ, რომ ძალიან მოზღვავებული აქვს აგრესია, განსაკუთრებით დასთან ურთიერთობაში. არადა თეკლა მის გამო დარჩა თბილისში, არ გაყვა დედას ფოთში. ლენა კომფორტულად თვლიდა თავს აშკარად თავის დასთან, იმიტომ რომ გაუზიარა რაც დაემართა. ეს არის თეკლა, ჩემი ტოქსიკური და არადა ტოქსიკურობის მე ვერაფერი შევატყვე თეკლას. ამ 7 ეპიზოდის განმავლობაში. ერთი შეხედვით ძალიან არასამართლიანად ექცევა მოკლედ ლენა თავის დას და ესეც ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან ტრამვირებულია ჯერ კიდევ და ლენას არ ქონდა საშუალება, რომ თავისი ტრამვა რაც შეემთხვა მას გადაეხარშა. სანამ ლენა აღქმა შეძლებდა, რა დაემართა საერთოდ, ეგრევე სხვა პრობლემა გაიჩნდა რა. აი ინგლისურად ამას ქვია swept under the rug. ანუ რაღაცა აი ხალიჩის ქვეშ რო რაღაცას მიმალავ, ხო? რაღაცა ქართულად გვაქვს თაროზე შემოდო, ხო? აი რაღაც თავისი დიდი პრობლემა თაროზე შემოდო. და ზოგადად პოსტტრამულ სტრესულ აშლილობასთან როცა გვაქვს საქმე, ძალიან ხშირია მოზღვავებული აგრესია. და შინაგანი სიცარიელის საფუძველზე ემოციების კონტროლი ძალიან გვიჭირს. ანუ ლენა იმიტომ კი არ იქცევა ესე რომ თქვათ თავისი და არ უყვარს მაგალითად, ან თავის დის მიმართ ან რამეში ადანაშაულებს თავის დას, ან რაღაცაში ბრალსდებს პირიქით. ეს ხდება მის უნებლიად, იმიტომ რომ მას უკვე თავის ემოციებზე, თავის აგრესიაზე, თავისი ტრამვის გამო აქვს კონტროლი დაკარგული. და ძალიან კარგი იქნება თუ მეორე სეზონში ამას უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ და დავაკვირდებით. კითხვეს რომ სპეციალური ეპიზოდი არ იქნებაო მეორე სეზონთან არანაირი კავშირშიო და შეიძლება რაღაცა საბფლოთი განვითარდა, არ ვიცი, არ მაქვს ნანახი და თუ გაქვთ სურვილი რომ ვნახო და თუნდაც ჩემი აზრი მაგაზეც დავაფიქსირო, დიდი სიამოვნებით. გადავიდეთ მეორე საკითხზე. მონადირეებში სინანულის ნაკლებობა. სერიალის სინოფსი გვეუბნება, აი ვციტირებ, რომ მონადირეები კრიმინალებს ებრძვიან და დაუცველებს იცავენ. ისინი ამყარებენ ერთგვარ სამართალს და მიჰყვებიან დამსჯელობით ქმედებებს. ამ დროს მიჩნდება კითხვა, ადამიანები ბოროტებად იბადებიან თუ იქმნებიან? თუ იქმნებიან, აქვთ თუ არა მათ უნარი, რომ გარდაიქმნენ. მოდი ყველაზე მარტივ მაგალითს განვიხილავ, პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან შორს წაგვიყვანს ეს დისკუსია და არა გვაქვს მაგდენი დრო და მეორე იმიტომ რომ არ მინდა რომ ვინმე დათრიგერდეს ძალიან სერიოზული მაგალითები რომ მოვიყვანო რა. გავიხსენოთ სცენა, როცა ლენა ბარშია და ვიღაცა სამსახიობო სტუდენტი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ რაღაცებს ეუბნება, ანუ სიტყვიერ შეურაცხყოფებს აყენებს და ლენა ითმენს და ბოლოს ამოასხავს და ისე მაგრა
ხეოს სახეში, რომ ამ გოგოს გაუტეხავს ცხვირს. თან თითქოს ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთა, ანუ ერთ-ერთმა მეგობარმა შეაქო კიდეც, რომ ღირსი იყო. უბრალოდ იმსახურებდაო. მართლა იმსახურებდა, ანუ რატომ იმსახურებდა? ამაზე მინდა დავფიქრდეთ. იმიტომ რომ ვიღაცის შურდა და ეს ბოღმა ამოანთხია სიმთვრალეზე. შური, ბოღმა. ესენი არის ადამიანური თვისებები. ძალიან ცუდი თვისებები, მაგრამ მაინც ადამიანური. როცა სხვას ართმევ ადამიანურობას, მაგას ქვია დეჰუმანიზაცია. ანუ იმის თქმა მინდა, რომ მონადირეები, როცა სხვებს ფიზიკურად უსწორდებიან, ისინი მათ ადამიანებად უკვე აღარ თვლიან. და მაგიტომაც არ გრძნობენ არანაირ სინანულს და არანაირ დანაშაულობის გრძნობას. ძალიან საინტერესო იქნება მეორე სეზონში თუ შევეხებით ამ თემას. დავიჯერო მართლა ფსიქოპატები არიან, თავიანთი, ესენიც თავიანთი ტრავმების გამო, ხო? ანუ საშინელებები აქვთ გამოვლილი. ესე იგი, ეს ტრავმა მათშიც არის დალექილი, როგორც ლენაში. მართლა შეუძლიათ მონადირეებს, აი, არანაირი გრძნობა არ განიცადონ, როცა ამ ყველაფერს აკეთებენ. დესენსიტიზაცია ქვია თუ არ ვცდები. როცა უკვე იმდენად მიჩვეული ხარ თუნდაც აგრესიას, თუნდაც ძალადობას შენს თვალწინ არ გაქვს იმის აღქმის უნარი, რომ ეს არის საშინელება. როცა მაგალითად სოციმედიაში სულ რაღაცა ცუდი ნიუსები ხდება, ხო, მაგალითად ან ცუდი ამბები, შეიძლება უკვე მიაჩვიოს თვალი და აღარ ისეთი აღშფოთება აღარ გამოიწვიოს შენში, როგორც შეიძლება სხვა დროს გამოიწვევდა, აი 1000-ში ერთხელ რო გესმოდეს ცუდი ამბავი რა. ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება მეორე სეზონში თუ იქნება რაღაცა ბზარები მათ თქვა დამოკიდებულებაში. მესამე, ლაზარუსის backstory. ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო ის მენტორი, ვინც ლაზარუსი გამოზარდა. იმიტომ რომ ვიღაცა უცნაური კაცია, რაღაცა ჯოხით დადის და ფაქტობრივად, იცი რას მაგონებს, აი კუნგ-ფუ პანდანში რო არის პატარა რაღაცა. რა ცხოველი აღარ მახსოვს, მაგრამ აი მაგას მახსენებს, რომ აი რაღაცა დაინახა, ჩაავლო ხელი და გამოზარდა. ან თუნდაც ეს რა ქვია, კარატე ბავშვი, თუ იცით ეგეთი ფილმი, აი მანდაც ჯეკი ჩანი და უილ სმიტის შვილი თამაშობენ, მანდაც ესე რაღაცა პოტენციალს დაინახავს მასში და გამოზრდის, ასწავლის რაღაცებს და გზაზე დააყენებს. ნუ ამ შემთხვევაში ცოტა დებატურია როგორ გზაზე დააყენა, მაგრამ თაორია დააყენა. მასზე ეპიზოდის დასაწყისი, ანუ მისი რაღაც ბავშვობის კლიპები რაც ვნახეთ, იყო არაფრის მომცემი, იმიტომ რომ არაფერი არ გვითხრეს. შეიარაღებული ხალხი დარბოდა, ეს ბავშვი რაღაცა ძირს იწვა, მერე საავადმყოფოში აღმოჩნდა და ექიმი ამბობს, რომ ჯერ არ უთხრათ, ვერ გაიგებს რა მოხდა მის თავს. ჩვენც ვერ გვესმის რა მოხდა მის თავს, გითხარით. ასევე მისი ეს ჟესტი, აი რას ნიშნავს? რა აი დაასპონსოროთ ღამის მონადირეები. ერთ საპატიო მოხსენებასაც გავაკეთებ, ბარემ სასტუმრო ლონდონი, სადაც ვითარდება ეს მოვლენები, უბრალოდ რომლის სარდაფშიც ვითარდება ეს მოვლენები. სასტუმრო ლონდონი დავგუგლე. მე-19 საუკუნეში ფუნქციონირებდა. არანაირი ეგეთი რაღაცა ძალადობის ან რაღაცის შემთხვევა არ მომხდარა ამ სასტუმრო ლონდონში. ნამდვილ მოვლენებზე არ არის დაფუძნებული ეს რაღაცა პარალელი რა, მაგრამ ჩემი თეორია არის ესეთი, რომ ლაზარუსის წარსული, ანუ ის რაღაცა პატარა კლიპი, რაც ჩვენ ვნახეთ, უკავშირდება მაგ სასტუმროს აუცილებლად. აბა რატო აირჩია მაინც და მაინც ეგ სასტუმრო, მაინც და მაინც ის სარდაფი თავისი რაღაცა საქმიანობებისთვის, ხო? და მეოთხე, ეს ისევ ლაზარუსთან მიმართებაში მაინტერესებს მისი მონადირეებისადმი დამოკიდებულება. რანაირი ურთიერთობა აქვთ? აი, მაგაზე ცოტა მეტი ინფორმაცია მჭირდება და დამაკლდა. ანუ აი, აშკარად იერარქიული სტრუქტურა აქვთ. იმიტომ რომ ეს მონადირეები თანაბარი და თანასწორები არ არიან. დავიწყოთ იქიდან, რომ ნუ ლაზარუსი არის head chef-ი, ასე ვთქვათ, ის იძლევა რაღაც დავალებებს და ისინი ასრულებენ. მაგრამ თვითონ მონადირეებშიც არის რაღაც დონეზე დაყოფა, იმიტომ რომ მიშო არის ერთადერთი, რომელსაც ნანახი ყავს ლაზარუსი. ამბობენ, რომ მარტო იმიტომ, რომ არ ლაპარაკობს, მაგრამ თუ ეგ არის მიზეზი, ესე იგი ძალიან პატარა ნდობა ყოფილა ლაზარუსსა და მონადირეებს შორის. ლაზარუსი მიშოსაც კი არ ენდობა. და უბრალოდ იმიტომ გაუმხილა თავისი რეალური სახე, რომ მოცემულობა ეგეთია, რომ მიშო ვერ გასცემს, თუ არ გასცემს.
სანდრო და ნიკო ჩემი აზრით ყველაზე დაბალ საფეხურზე არიან ამ იერარქიაში. დაჟე ლენამაც გადაუსწრო. ყველანაირად ვცდილობ რომ სპოილერები არ ვთქვა რა, არა და რავი შარშანდელი გამოსული სერიალია და აგერ სპეციალური ეპიზოდი დაიდო და სპოილერების არ ქონას რაღა აზრი აქვს. აუ, მაგრამ ეხა სპოილერებზე ვთქვი, არ ვიტყვიო და ეხა ნამდვილი ვინ არის ლასარუსი, ის უნდა ვთქვა. ნიკოსთან და სანდროსთან ერთად ლენა მოდის სახლში და ხვდება ეს რაღაცა ცანცარა ჟურნალისტი ირაკლი და რაღაცა სიტუაცია იძაბება. ბიჭებო, თქვენს გინდათ გადაგიღოთ და რაღაცა და რა ბიჭო და მოდის ესე რა ამასთან და დავაფიქსირე, რომ ირაკლის ეღიმება. თითქოს რაღაცა I'm so proud, რაღაცა რაღაცა, იმიტომ რომ ასაკით ხა ირაკლი, რაღაცა დიდი ძმის, მშობლური ინსტინქტი თუ არა, რაღაცა დიდი ძმის ინსტინქტივით დავინახე, რომ ხედავ რა მაგრა გამიწრთნია ჩემი ბიჭები, რაღაცა, მაგრამ კიდე რაზე მეფიქრება, იცი რომ ესენი ხომ მხოლოდ დაუცველებს იცავენ და კრიმინალებს ებრძვიან. და ვიღაცა ცანცარა ჟურნალისტს, რომელიც უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს რა და ცდილობს რომ რაღაცა inside scoop-ი გაიგოს, რაღაცა ლენასთან სახლში დაადგა, კი, არასრულწლოვანი თეკლას მანიპულირებას ცადეს და მოატყუეს და იმას აკეთებს, მაგრამ მაინც რავი თავის საქმეს აკეთებს აშკარად. თავის ჭიას ახარებს, თავისი რაღაც მიზნები აქვს და მაგას რომ უძაბავენ რა, იმიტომ ხო არ გაეღიმა ლასარუსს რომ მიხვდა რომ თავისი, თქვათ ეს გამოზრდილი შეგირდები არიან უკვე მიდრეკილი აგრესიისკენ, ეგეც დავინახე. კიდე ერთ საპატიო მოხსენებას გავაკეთებ, პროსტა wild guess-ი მაქვს რა და გავისვრი, მაინც იქნებ გამართლდეს, რომ სუსუ პირველ ეპიზოდში ლენას background-ზე როცა რაღაც ინფორმაციას ვიგებთ, მამა ყავს დაღუპული. როცა დაადგინეს რომ ლენამ არ გასცა, მარტივად შეეძლოთ რომ გაებრუნებინათ. და ეთქვათ რომ იცი რა, ჩვენ ყველას ძალიან დიდი ტრამვები მოგვსდევს, ძალიან ფსიქოლოგიურად ვართ შეშლილები, უხეშად რო ვთქვათ, და ჩვენ ვიტანთ ამ წნეხს. და შენ არ ვიცით, არ გვაქვს გარანტია რომ ამას აიტან რა და რატო უნდა წავიდეთ რისკზე შენი ჩვენთან შემოშვებით. თეორიულად შეიძლება რომ რაღაცა კვეთა იყოს ლასარუსზე, იმიტომ რომ ლასარუსი არის ლენა ხვდებით რომ ესეთი ძალიან კარგი ოჯახის შვილია, მისი დაქალიც რავი, გადასარევი გოგოა, მაგრამ ესეთი საშინელი მამა ყავს, ხო? და ლენას როგორი მამა ყავდა? ან თუ კარგი მამა ყავდა ლენას, მაშინ იმ კაცთან რატო მეგობრობდა? და ის კაცი რატო არის ლენას, თქვათ, მეორე მეურვე? ამილახვარზე მაქვს საუბარი რა. ლენა ესეთი კარგი ოჯახის შვილია, არანაირი ტრამვები არ აქვს მამასთან დაკავშირებით. იმ მამას როგორი ცხოვრება ქონდა, რომელმაც დააკავშირდა ამილახვართან. შემდეგ სერიაში ვნახავთ. სალის ბაბლის მიზანი მართლა ეს არის, რომ ვისაუბროთ ღიად ისეთ თემებზე, რომელზეც შეიძლება საკმარისად არ ვლაპარაკობდეთ და ამ ყველაფერში თუნდაც ერთი შეხედვით გასართობ სერიალში რამდენი რამე შეიძლება დაინახო. ამის თქმა მინდოდა დღევანდელი ვიდეოთი და იმედი მაქვს გამომივიდა და თუ მოგეწონათ, ეს არის პირველი ოფიციალური YouTube-ის ვიდეო სალის ბაბლზე. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, მოგძებნეთ Instagram-ზე, TikTok-ზე და გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები. ძალიან მაინტერესებს მართლა, ეხა შემოუერთდი ძალიან დაგვიანებით ამ ფან-კლუბს და მით უმეტეს, როცა სპეციალური ეპიზოდი უკვე გამოვიდა და აგერ გუშინ და შეგვიძლია რომ მაგაზეც გავაკეთო ვიდეო რო რამე. ამიტომ დღესთვის გემშვიდობებით და აბა მომავალ შეხვედრამდე.